კიდევ ერთხელ სალამი მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა ერთგულებისთვის იმისთვის, რომ დიდი ხნიანი ინტერვალების მიუხედავად მაინც ჩემთან ხართ, მაინც ირჩევთ ჩემს სივრცეს და მაინც მისმენთ. რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ნდობის გამო და მოკლედ ისე ვერაფრით ვერ ჩავატარებდი დღეს, რომ თქვენთვის საინტერესო თემა პარტნიორის ამბები არ გამეჟღერებინა, ხო? და ვნახოთ აბა რა ხდება მის ცხოვრებაში, მის სახლში, მის თავში, მის გონებაში თქვენთან დაკავშირებით და მოკლედ სტანდარტულად როგორც ვიცით ხოლმე, მივყვეთ და ამოვქეკოთ პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. შეყვარებულია? თუ რამის თქმა არ უნდა ისე გემრიელა დავალაპარაკებთ, მიმიქარავს. მოკლედ დაკითხვა. ნახოთ აბა, ვინ არის ეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? რა ხდება მის სახლში? რა ხდება მის გონებაში, რა ხდება მის გულში, თქვენთან დაკავშირებით რა ამბებია და საერთო ენერგიები თქვენი მომავლის. ნუ დასტის ფონი სამიანი ხმლები მაქვს, მაგრამ მოდი მაინც ნუ მივაქცევთ ჯერჯერობით ყურადღებას და რა, ვინ არის ეს ადამიანი? პენტაკლების პაჟი. არ ვიცი ჩემო კარგო ადამიანებო, შეიძლება, საშუალო მაცხოვრებელი იყოს, ან ახლა იწყებდეს რაიმე ახალ ბიზნესს, ახალ სამსახურს, ახალ საქმეს, ან სულაც არ ვიცი, რაღაცა ხელობას სწავლობდეს, კვალიფიკაციას იმაღლებდეს, ყოველ შემთხვევაში, რაღაცა ახალი ცხოვრებისეული მომენტები იძვრის ცალსახად მასთან ამ ეტაპზე. რა ხდება მის სახლში? უიდედა, მის სახლიდან წამოსვლას ფიქრობს. გაქცევაზეა თავის სახლიდან, არ ვიცი. აი სახლში არ დაედგომებაო, რომ იყვიან ხოლმე დაახლოებით ესეთი ენერგიებია. რატო რა ხდება ამ სახლში? მოდი აბა ვიკითხოთ რა ამბავია ამნაირი, რომ სახლში მისვლა ეზარება და სულ წასვლაზეა. შეყვარებულია? გავიგეთ რომ შეყვარებულია და სულ შეყვარებულთან მიეჩქარება, ეს როგორც ხდება ხოლმე, ხო? აბა მითხარი კიდე ეს რას უკავშირდება, 7-იანი ხო? ჩემო კარგო ადამიანებო, სამიანი ხმლები შემთხვევით არ იყო იქ დასტის ფონად, მე რაც არ უნდა დავაიგნორო ხოლმე, მოიკალი თავი, აიგნორე და ბატონო, ჩეხედა სამიანი ხმლები ისევ აგერ აქ ამოფრინდა, პლუს იძულებითი, ასე ვთქვათ, პოზიცია და ყოფნა იქ, სადაც არის, ჩუმჩუმად გაპარვა და მოკლედ ბევრი რამ არ გავაგრძელოთ რა. ეს ადამიანი სახლიდან მიიპარება და მიდის თავისი გულის სწორთან, მიჯნურულ სიყვარულთან, რა ვარ სიტყვიან ხოლმე, ხო? სიმწრის სიცილია, მეგობრებო, იმიტომ რომ მართლა დავიღალე ამ კლასიკური 4 კუთხედებით და 3 კუთხედებით და ვიცი რომ თქვენ ყველაზე მეტად დაღლილები ხართ. რა ხდება ახალი ციკლის დაწყებას აპირებს? იცით როგორი მომენტია? ძალიან ჩქარობს რაღაცას, რას ჩქარობ? ვიღაცის ნახვა უნდა ძალიან ეჩქარება და თან აქეთ აი თითქოს რაღაცა ეგეთი ენერგია მიტრიალებს ახალი გაოფიციალურებული სიტუაცია, ახალ ოჯახზე ფიქრობს, მოიცათ აბა ვნახოთ. კაი, მის გონებაში რა ხდება? მის გონებაში ჯერჯერობით ფიქრობს, რომ მარტოა, მარტოებდის ყველაფერს. და მის გონებაში თემა არის რომ როგორმე გათავისუფლდეს ამ თავის პენტაკლების დედოფლისგან, თუ ქალბატონები კი არა და კაცები მიყურებთ თავისი პენტაკლების მეფისგან, ხო, ყველა შემთხვევაში აქ დაოჯახებულ ადამიანს უყურებთ. გულში რა ხდება? მის გულში სიყვარული წკაპ. აუ რა გავაკეთო? მის გულში ზუსტად ეგ თემაა რა. აი სხვა ჩერს წეღან საჯარო გაშლა რომ ჩავწერე.
თორცდები რა მოდის, ხო? მე მგონი ეგ იყო და იქ იყო ერთ-ერთი ეგეთი ვარიანტი და იგივე მიმეორდება აქ. სავარაუდოდ მოკლედ ეს ადამიანი წამოვა თავისი ოჯახიდან და თქვენთან შექმნის ოჯახს. ანუ თქვენთან სტაბილურ ურთიერთობაში შემოვა, რა თუნდაც სამოქალაქო ქორწინებაში, მაგრამ მოდის თქვენთან. თუ ეს ადამიანი თქვენ ხართ, ახლა ჯერ კარგად მოსულართ, მაგრამ ოჯახიდან მიდის და მიდის მესამე პირთან, იქ სასახად. თქვენთან დაკავშირებით რა ენერგიებში აბა. რაც დავთ ესე ის უნდა მივიღო. ეს ადამიანი არის ჩემი ბედი. ამ ადამიანს მოკლედ გადაწყვეტილება მიღებული აქვს რა, მეგობრებო და დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად ჩემოდნებით დაგადგებათ თავს. ქალი კაცი არ აქვს ამას მნიშვნელობა, ხა ვინც მიყურებთ, იქიდან გამომდინარე გამოდით, ხო? და მომავალი მანახე რა იქნება. ცხრიანი პენტაკლების სტაბილურობა. აქ სხვა ჯერს ის ენერგიები მეორდება, წაღან რაც დავინახე და ელოდეთ ჩემო კარგო ადამიანებო, ვინც აი ასე ოჯახიან ადამიანთან ურთიერთობდით და ნუ ფიქრობდით, რომ აღარაფერი და დაიღალეთ და კითხვის ნიშნები გქონდათ, ეს ადამიანი თქვენთან მოდის, სტაბილურ ურთიერთობაში შემოდის, მოკლედ ამის თქმა მინდა. მადლობა პირველ ვარიანტს და ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. ვინ არის, ვისაც თქვენ უყურებთ, რა ხდება მის სახლში, რა ხდება მის გონებაში, რა ხდება მის გულში და ერთად ამოვიდა და იყოს თქვენთან დაკავშირებით და მომავლის ენერგიები. ვინ არის ეს ადამიანი, ვისაც უყურებთ? უიდე და 10-იანი კვერთხები, ადამიანი, რომელიც ხვის ტვირთსაც ეძებს და პოულობს და ატარებს და საკუთარს კი არა მარტო. ადამიანი, რომელიც ძალიან დაიღალა ცხოვრებისგან, რა, აი უზომოდ დაიღალა და მოკლედ რაღაცა საკუთარი თავი განტევების ვაცადაც კი მიაჩნია და თითქოს ესე რაღაცა შესაწირი მსხვერპლია სამყაროსთვის და ფიქრობს, რომ ნუ ეს ყველაფერი იმად ღირდა, რაც გავაკეთე. ადამიანი, რომელიც სხვა შეს თვითონაც უქმნის ბევრ ბარიერს და პრობლემას საკუთარ თავს და გარკვეული თვითცენზურის მომენტებიც მომდის, მაგრამ მაინც კვერთხების ენერგია და რა თქმა უნდა, მაინც სიცოცხლის და ასე ვთქვათ, კუნდალინის ვიბრაციები არის. რა ხდება მის სახლში? რა არჩევანია მის სახლში? მანახეთ, აბა, აქაც კაცო, აქაც ბრუტუს. რა გადაწყვეტილებას ვერ იღებ? იცით რა, აქ გაშორებული ადამიანია. ვისაც უყურებთ, ეს ადამიანი გაცილებული ადამიანია, დაღლილი კონფლიქტებისგან, ნერვიულობისგან, აი ამ რაღაცა ჩამოყალიბებელი სიტუაციებისგან და თითქოს ეძებს სახლში ეძებ თუ გარეთ ეძებ ამ ყველაფერს. არა, სახლში ეძებ, სახლში უნდა რომ კონდეს სიმშვიდე. ემოციები უნდა, მოკლედ, აი დაღლილია, დაქანცულია რა იმ სიტუაციებისგან, რაც მის ცხოვრებაში უკვე იყო. გონებაში რა ხდება? აი მის გონებაში სავარაუდოდ აქ ყოფილ ანცელს ან ქმარს უყურებთ, მეგობრებო. სავარაუდოდ აქ ასეთი მომენტია, დიდი ალბათობით, ნუ საჯაროა გაშლა და აი დიდი ალბათობით ხო გეუბნებით თქვენს ყოფილ მეუღლეს უყურებთ აქ, ვინც მიყურებთ და დიდი ალბათობით ფიქრობთ, რომ როგორ უნდა დაიწყოთ ყველაფერი ახლიდან, როგორ უნდა განავითაროთ კიდევ ურთიერთობა. გულში რა ხდება? გულში ძალიან დიდი შიშები გაქვთ, არ იცით რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა იმოქმედოთ. გიყვართ, მაგრამ თან ეს სიყვარული გბოჭავთ. გიყვართ და თან ეს სიყვარული მოკლედ ხელბორკილებს გადებთ ისე რომ გონების და აზროვნების უნარიც აღარ გაქვთ, ხო? იცით როგორი მომენტია, აი ეს სიყვარული, რაც გაქვთ და ეს შიშიც და ეს ტოქსიური გარემოა ძალიან თქვენთვის, ანუ აი იცით როგორი მომენტი გაქვთ ამ ურთიერთობაში თქვენ კი არ ცოცხლდებით, კვდებით
და კუპიდონს თუ უყურებთ, ის არის უჭირავს უკუღმა მიმართულებით. უკუღმა მიმართულებით, არა წაღმა მიმართულებით. თითქოს ცდილობს რომ გამოგაფხიზლოთ, რომ იცი რა, მოდი რა აზრზე, მის გულში უფრო სწორედ, ხო? მაპატიეთ თქვენობითზე წავედი, ანუ თითქოს ეს ადამიანი, ამ ადამიანისკენ ფიქრობს, რომ იმ გამოაფხიზლონ რა, რომ გონსმოდი, ესეთი მომენტები აქვს, გამოფხიზლდი. მივხვდი, всё, აი ხა მოვიდა ინფორმაცია, მორჩა. ეს თქვენ არ გეხებათ. ეს ადამიანი დაღლილი თავის პასუხისმგებლობებისგან, არ ვიცი, შესაძლოა გაცილებულიც არის, იმიტომ რომ აქ კვერთხების მეფეც, ხმლების მეფეც მაქვს და თასების მეფეც მედო და ნუ პლუს იქ უამრავი სხვა ხმალი იყო კიდე, აქეთ იმპერატრიც ამყავს, თითქოს იმ ძველს მისტირის, თითქოს ისევ იქ ძველთან უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ დააჯერა სამყარომ, რომ იქ დაამთავრდა ყველაფერი. თქვენთან რა ხდება? აქ მეგობრებო, ხო იქ წარსულშია ჩარჩენილი ეს ადამიანი, ვისაც უყურებთ. თქვენთან დაკავშირებით რა ხდება? რატო? დედა, არ არის ეს ადამიანი კარგად. გოგოებო და ბიჭებო, ვის უყურებთ, არ ვიცი. ახ, გეტყვით აქ რა ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ უყურებდეთ, არ ვიცი, შესაძლოა სამხედროსაც უყურებთ. ეგეთი ენერგია წამოვიდა რაღაც, არ ვიცი, ძალოვან სტრუქტურას და ამ ადამიანს თქვენი ეშინია. თქვენში ფიქრობს, რომ გაუჩნდება მიჯაჭვულობა, რომ თქვენ აი შეიძლება შეუყვარდეთ, რომ თქვენთან შეიძლება თქვენ მე ის თქვენს ჭკუაზე ატაროთ და ასე ვთქვათ, აცდეს საკუთარ ინტერესებს, იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ, არაჯანსაღად არის ჩარჩენილი თავის წარსულში და თავის ცოლს მისტირის და სამყაროც ვერ აფხიზლებს, რომ всё ეს დამთავრდა და დაივიწყე მორჩა, ხო? და გაეშვი რა იქაურობას. თან თქვენთანაც უნდა, მაგრამ თან შიში აქვს. ეშინია რომ ვაიმე ამან მე ესე გემრიალდა არ ჩამიჭიროს, კბილი არ ჩამარჭოს და ასე ვთქვათ, რაღაცა თავისი დაავადებით არ დამაავადოს, ხო? და სამუდამოდ არ მიმითვისოს. ესეთი შიშები აქვს. ნუ გეუბნები, აი ახალის დასაწყისის შიში აქვს. ვერ ხვდება როგორ უნდა განაახლოს ურთიერთობები, იმიტომ რომ თავის დროზე ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს. თითქოს უნდა რომ განიკურნოს, თითქოს უნდა თქვენ გაკვირდებათ, თქვენთან რაღაცა ურთიერთობების მცდელობებიც არის, მაგრამ მაინც ეს წარსულის ენერგია ტრიალებს, ბზრიალებს და ამ წარსულსა და მომავალს შორის მოკლედ არჩევანი ვერ გაუკეთებია. კაი, მომავალში რა იქნება? სამართალი და რას მოიტანს ეს სასამართლო? არაფერი მეგობრებო, ეს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მინდა გითხრათ და ამიტომ დიდად დროს უნდა კარგავთ რა. ესე რომ იტყვიან თავის ემოციურ საქანელებში გამყოფებთ თქვენს. ხან მოუნდებით, ხან მერე იფიქრებს, რომ არა მარტო ყოფნა მირჩევია, ხან მოვა, ხან წავა, ხან ცივა, ხან ცხელა. არ არის რა ჩამოყალიბებული ადამიანი და ეს ბალანსს ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ იმ თავის წარსულ სიყვარულს მისტირის დღემდე. რა ვქნათ, რაც მაჩვენა დასტამ, იმას გიყვებით მე, ხო? მესმის რომ შეიძლება ზოგჯერ უსიამოვნო მოსასმენი იყოს რაღაცები, მაგრამ ნუ რაც არის, ეს არის. უღრმესი მადლობა. თითოეულ თქვენთაგანს კიდევ ერთხელ ნდობისა და ერთგულებისთვის. არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში, როდისთვის მოვახერხებ გულწრფელად გითხრათ, მე თვითონაც არ ვიცი კიდევ აქ მოსვლას და ვთქვათ რაიმე ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ ნუ როცა შევძლებდა მოვალ, დამიწერეთ საორიენტაციო თემები, რაც თქვენ გაინტერესებთ და ვეცდები, რომ იმ თემებზე გავაკეთო აქცენტირება. დაგემშვიდობებით, ჩემო კარგო ადამიანებო, ნახვამდის და კიდევ ერთხელ მადლობა.